რამდენიმე დღის წინ ვიკითხე ზუსტად რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს რომ მზად უნდა ყოფილიყავი დაახლოებით 11:30-ისთვის. არა ისე მოხდა რომ დილას 8 საათზე გამომდგეს გარეთ. რატომ? აი რა გაგანდეს მიზეზი? არ ვიცი, არაფერი არ აუხსნიათ, უბრალოდ მითხრეს რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი და ჩასალაგებელი არაფერი არ მქონდა და მაისურით ვიყავი, გუშინ უნდა შემოეგზავნოთ ქურთუკი, მაგრამ არ შემოურჩეს, იმიტომ რომ ძალიან სქელი არის და სტანდარტებში არ ჯდებოდა და ამიტომ მაისურით გამომიშვეს დილის 8 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული, დაახლოებით 1 საათში მოვახერხე ტაქსი იყო გაჩერებული და იმის ტელეფონით დამეხმარა რომ ამერიკა ატასთვის და მეთქვა რომ გარეთ ავართ და მე მეგობრებო ტაქსელოდებოდით და ხალხი არავინ არ იყო. ტაქსიც არ ვიდოდი, გარეთ არავინ არ იყო, სული სიცარიელე იყო და დაახლოებით 1 საათი შეიძლება 40 წუთი ვერ მოვახერხე დაკავშირება ვერავისთან რომ მეთქვა რომ უკვე გარეთ ავართ. არაფერი არ იყო. ამ 7 თვის შესახებ ჩანდა, როგორ ჩანდა და რა გეგმები გაქვთ? ძირითადად თქვენ ჩანდით. მე როგორი აღმა იყო დღევანდელობის, როგორი დინამიკა? დღეს ვერ მოვყვები ხა ძალიან 7 თვიანი იზოლაციის მერე, როცა ინფორმაცია მარტო ტელევიზორიდან გაქვს მიღებული. რავი, ხა არ გონია მაინც და მაინც სწორი იყოს რომ ეხლა პირველივე იმაზე დავდგე და მოვყვე ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი. რაღაც დრო დამჭირდება რომ ადამიანებს შევხვდე და ველაპარაკო, რაღაცა მოვისმინო, რაღაცებში გავერკვე. მაგრამ ძალიან ბევრი დროც არ დამჭირდება, რამდენიმე დღე დამჭირდება იმის რომ აზზე მოვიდე და მე რავი რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ მინდა სხვებს დაველაპარაკო და მე ვიტყვი ჩემი აზრით რა იქნება სწორი და როგორ უნდა ერთი რაც მინდა მოდი სანამ ბრალზე ვიტყვი, ერთი რაც მინდა ყველა მოვიკითხო, ვინც რუსთავში არიან, ქალთაშიც, ჩემთანაც, საბას ხვიტაიძე ცალკე არის, ცალკე გდანში ვინც არიან, ყველას მოკითხვა. მეორე რაც მინდა არის, ყველას მინდა მადლობა გადაუხადო, ვინც ამ 7 თვის განმავლობაში ჩემ ოჯახს გვერდით ედგა. რასაც შეეხება ახალბრალს, არაფერი ან გზავნილი არის, ეს მარტო ჩემზე არ არის, ჩემზეც, ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც. ღია ტექსტით გეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გამოგიშვებთ, რომ შეიგზნოთ ხელახლა რა არის თავისუფლება და მე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩვენდეთ, ან და ქვეყანა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის, ამიტომ მე რას იზავენ, არც დავაპირებ, ხადი არც ვაპირებ და არც არავინ არ დააპირებს, რამდენიც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და ჩვენია რომ კარგად ვიცნობ, ამიტომ მე რას იზავენ არ ვიცი, მე არ მგონია რომ მაინც ამას ეხა გადაწყვეტილი ქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით, ალბათ გზადაგზა გადაწყვეტენ მაგრას, მაგრამ რატომაც არის ჩამოკიდებული, მაგით უარი რომ რაღაცა მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ შეიძლება რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში. ამიტომ ჩვენი ამოცანა რაც არის რომ უნდა მაგანთულით იყოთ, რომ ხო შეიძლება ძალიან ცოტა დრო გქონდეს და ეს ცოტა დრო სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გარეთ მოხდა ძალიან ბევრი რამ. გადავნებდით ალბათ თვალს, არაერთი რეპრესიული რეგულაცია, 60-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით დააკავეს დემონსტრანტები, რომლებიც დღეს განსასჯელის გამზეს ხედავთ. აი ამ ყველაფერზე, აი სად ვართ ახლა, აი ეს რომ შეაფასოთ, ეს პროცესები რომ შეაფასოთ, ქიმიური ნივთიერებით შესაძლო მოწამვლის საკითხი გასკდა, აი ეს პროცესები რომ შეაფასოთ. დაახლოებით ვარ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთის მაგვარი რაღაცა წარმონაქმნი. ეს აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, ამ ქვეყანას მართავს თავიდანვე რუსეთი და შიგნითაც რაღაც ეს ეტაპი, როცა ჯერ კიდე რეჟიმი მალავდა თავის რეალურ სახეს, ეს ეტაპიც გადავლილი აქვს. ანუ მაგალითად გასაგები რო იყოს, რას გულისხმობ, რამდენიმე წლის წინ რომ გეჩვენებინათ თუნდაც თქვენთან ეთერში, რომ ვიღაცას სახში უდევს 7 მილიონი დოლარი, რომელიღაც ყოფილი მინისტრის პრემიერის რაღაცა, ამაზე იქნებოდა სხვა ამბავი. და ეხლა ისინი არიან გათავხედებულები, ისე რომ უკვე ეს აღარ ადარდებთ, ანუ ღიად გაჩვენებენ თავიანთ სასახლეებს, გალავნების უკარო ცხოვრობენ, განახებენ რომ საიფებში უდევთ, ოქროს დოდები უდევთ, მილიონები მოპარული ფული და შემდეგ უკვე ფეხებზე კიდიათ. ეგ არის ჩეჩნეთი. ანუ როცა უკვე მანამდე თუ ამას ერიდებოდე რომ ეჩვენებინათ, ეხლა თავხედურად გაჩვენებენ რომ ჩვენ აი ესებს ცხოვრობთ და პლუს თქვენ თუ ხმას ამოგეთ დაგლეწავთ და არავინ არ დაიჯდება. ეგ არის ჩეჩნეთი, სხვა ჩეჩნეთი არაფერი არ არის. მან დუართ ეხლა. თქვენი ბოლოს ნახეთ. ხო, ნუ ეხლა ესენი ანუ ვინმეს გჯერათ ეხლა აქ ვინც გახადო თბილისიდან შეიძლება აშხაბადი გამოვიდეს?
ჯერათ იმართლა ხო ვითომ რაღაცა დეპრესიაა და ნიჰილიზმია და ისაი და ეს არის, მაგრამ ვინმეს გუცფერად ჯერათო თბილისიდან აშხაბადი შეიძლება გამოვიდეს? არ გამოვა. თბილისიდან აშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ, როცა გადააუთავეს ეს ქვეყანა და გაჟდიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ამათმა როგორც არ უნდა იწვალონ, რაც არ უნდა ეცადონ, იქნება აშხაბადის კიჩი. სასაცილოები იქნებიან. ეგ არის ის რაც იყო, ხო სასაცილო იყო, იმიტომ რომ იქ ვიღაცები რო ზიან, ისინი მართლა დიქტატორები არიან და ყობაყიზე ვინჩენი ფეხებია. აი იმათანაც კი სასაცილოა. ამაზეც რომ ტროტუარი გლომაც კი აკრძალულია და მოგვიანებით გეტყვით, მაგრამ რუსთაველზე დაბრუნებას თუ აპირებთ აი დღეს საღამოს ვაპირებ, კი. რუსა დღეს საღამოს რუსთაველზე ვაპირებ გასვას, კი. რასაც ვაპირებ არის რომ რაღაც შეხვედრები ვიყო და გეგმილი მაქვს, იქიდან ვეცარო დამეგერმა და ყველასთან, ოპოზიციის სპექტრთანაც, პარტიებთანაც, აქტივისტებთანაც, რა ვიცი, ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს და ხო ვიღაცები შეიძლება არც აქტივისტი დაურქვია საკუთარი თავისთვის, არც პოლიტიკოსი დაურქვია, მაგრამ უსმენდი ციხიდან, რავი, რაღაც გასაგებად ლაპარაკობდა და გუცფელობა მოდიოდა და ეგეთ ადამიანებსაც ეს დაკავებამდე ბოლოს სიტყვები ვიდრე რუსთავის ციხეში გადაგიყვნენ იყო ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთო და ახლა გათავისუფლებიდან უკანონო პატიმრობის 7 თვის თავზე თავარი სათქმელი ხალხისთვის რა იქნება? ეგ არის რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა, ვერც ერთ შემთხვევაში ეს გზა ვერ იქნება ისეთი რთული, რაც ჩვენ გამოვიარეთ ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, რომელიც აქ ცხოვრობთ, ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში. იმაზე რთული ვერ იქნება. გასაგებია რომ რთულია, მაგრამ ვინ ფიქრობდა რომ მარტივი იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ბოლოს ჩვენ მოვიგებთ. შეუძლებელია, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ის ქვეყანა ვერ გარუსტება. არ გარუსტება, გამორიცხულია. ამ ხალხს, რომლებიც ამ სასახლეებში გალავნების უკან ცხოვრობენ, ერთი რომ შეხება არ აქვს და არ იციან ამ ქვეყანაში რა ხალხი ცხოვრობს და ამ ქალაქში რა ხალხი ცხოვრობს. არ გვიცნობენ უბრალოდ, არ იცნობენ ამ ადამიანებს. და მეორე უციგნურები არიან. ორი წიგნი არ წაუკითხეთ, წიგნებიდან მაინც გაეგოთ ამ ეს ქვეყანა რა ქვეყანაა და რა ხალხის ქვეყანაა. ამიტომ გამოდის კიჩი, რასაც აკეთებენ. რაღაცა მახინც სასაცილო თავისჭყვი დიქტატურას აშენებენ და შეუძლებელია. შეუძლებელი არ გამოვა. კითხულობდით ციხეში ბატონო. აუ, რა ვიცი, ციხეში კითხულობ ყველაფერს. არ ვიცი, ისე წავიკითხე ალბათ 100-ზე მეტი წიგნი, 120-ზე მეტი წიგნი წავიკითხე. ყველანაირი, ციხეში კითხულობ ყველაფერს. სამ წასაკითხი რო არ აქვს, არ ვიცი, რაღაც მაღაზიაში ყოველს რო იყიდი, ყველის იალექსას კითხულობ. რამე ტექსტი იყოსო წაიკითხე. თანაპარტიელებს ხვდებოდით, ქონდათ კვეთა? არა, შეუძლებელი, რა ვიცი, რა შეხვდები. გამორიცხული კორიდორშიც ვერ გადაიკვეთები. ნული კი ვინ გათხოვათ? გაზმამ სადარ, გაზმაა ჩემი მეგობარი რუსთავში. დიახ. ხოდიში. შეხვედრებზე საუბრობ, რომ უკვე დაგეგმილი გაქვს სხვადასხვა აქტორებთან ოპოზიცია აქტივიტას შემდეგ. რო ყოველთვის იყავთ რომელიც ერთობას მობილიზებდა და ერთობას ეხაც იგივეს ვაპირებ. შეიცვალა რაიმე ამ ხედა შემოგვიქვა გამოსავალი და რა მე არ მგონია ჩემში შეიცვალა, მაგრამ მე რასაც უსმენდი, სხვებში შეიცვალა. ანუ ბევრს ხედავ ისეც, რომელიც 3 წელი 4 წელი მე რომ ვეუბნებოდი რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვიდა, საწინააღმდეგოს მიტკიცებ და ეხა უსმენდი და ეთერებში ლაპარაკობდი რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვა. დიდია ერთობის ჩემი აზრით გაცილებით, შეუდარებლად. არ ვიცი ამას ლიდერი დაერქვა თუ რა დაერქვა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა, მგონია რომ უკვე ბევრმა გაიაზრა. ანუ ამ იმართლებით აქაც არიან ეხა ეზოში ეგეთები. ამ იმართლებით კი, რა თქმა უნდა. მაგის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს უბრალოდ. მოედანო ახალმოსილები რაღაც გადამწერ დღეს რუსთაველზე დღეს რუსთაველამდე არაფერი, საღამოს ვაპირებ რუსთაველზე გასვას, მანამდე ოჯახთან ერთად მინდა დღეს რო ვიყო. მეორე დრო ხო. დღეს ოჯახთან ერთად მინდა რომ ვიყო.